ჩვენ უკვე გვექნება საშუალება რომ გადავინაცვლოთ პარიზში ლელუკა ლაშხი პროფესიით ჟურნალისტი პირდაპირ ეთერშია დილა მშვიდობისა ლელუკა მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად მოგესალმებით დილა მშვიდობისა მოგესალმებით პირველ რიგში რაც მინდა გკითხოთ არის ის თუ როგორია განწყობა პარიზში მცხოვრები ადამიანების რა შეცვალა 13 ნოემბერმა ძალიან ბევრი რამე განწყობა როგორც მოსალოდნელია ძალიან ადეკვატურია. არის რეალურად ძალიან ადამიანური განწყობა და ვერ ვიტყვი რომ კარგი განწყობაა მოკლედ. გაზაფხულია საზოგადოება სრულიად. მე როგორც ვიცი 2008 წელს შენ საქართველოში ცხოვრობდი და ზუსტად იმ დროს მოგიწია ცენტრალურ ტრასაზე გავლა, როდესაც პირველი ბომბი ჩამოვარდა. 10-20 წუთი იყო მახსოვს ზუსტად. თუმცა ჩვენთან საუბარში შენ აღნიშნე, რომ შეგრძნება, რომელიც შენ 13 ნოემბრის შემდეგ გაგიჩნდა საფრანგეთში, კიდევ უფრო მძაფრი იყო, ვიდრე ის, როდესაც საკუთარი თვალით უყურებდი ბომბის ჩამოვარდნას და ავტობუსის აფეთქებას საქართველოში. რატომ? კი, გაცილებით მძაფრი იყო, გაცილებით უფრო მეტად ვიგრძენი ომის და სიკვდილის შიში აქ, ვიდრე იქ, როცა ვიყავი მოვლენების ეპიცენტრში პირდაპირ გაგებით. იმიტომ რომ ამის ახსნა მართლა არ შემიძლია. ძალიან ადამიანური მომენტია, ოღონდ ამას ვერ ახსნი ესე პირდაპირ სიტყვებით. ყოფილი განცდები, რომლებსაც სიტყვებით ვერ ახსნი ყოველთვის. შესაძლებელია, რომ საფრანგეთში სწორედ ნაკლები მოლოდინი იყო იმისა, რაც მოხდა. რადგან ერთ-ერთი ყველაზე მშვიდობიანი და დაცული ქვეყანა არის და მათ შორის ქალაქიც. აი, მინდა და მაგისი თქმა, რომ მსოფლიოში ყველაზე მშვიდობიანი, ყველაზე ტოლერანტული და ყველაზე სიყვარულით და ღიმილით სავსე ქვეყანა და ქალაქი მეგონა ამ წამამდე, იმ წამამდე პარიზი, როცა პირველი კადრი ვნახე TV-ზე როგორ გარბის უკაცრავად ხალხი სტადიონიდან და ოლანდის სახე რო დავინახე რაღაცნაირად გამაცია ტანში, იმიტომ რომ მივხვდი რომ რეალური საფრთხის წინაშე იდგა ქვეყანა, იმიტომ რომ იცით რა არის ფრანგების მდგომარეობიდან გამოყვანა ვიზუალურად არის ძალიან რთული. და ამდენი შეშინებული სახის ერთად ნახვა რაღაცნაირად შოკის მომგვრელია და ძალიან გადმოდის მე რეალურად ძალიან ადამიანური მომენტია. ლეუკა, როგორც ყველასაც არის ცნობილი, საფრანგეთი საკმაოდ მულტინაციონალური ქვეყანაა და ამჟამად თუ არის რაღაცა ტიპის გამოვლინებები, იგივე შეტაკებები სხვადასხვა რელიგიური შეხედულებების საფუძველზე, ან თქვათ იგივე ტოლულთა ნაკადებთან თუ არის რაღაცა მსგავსი ტიპის კონფლიქტები. ხო, აი, მე მგონია ერთი არა მარტო საფრანგეთისა კი არ არის ლაპარაკი პარიზი კონკრეტულად, აი კონკრეტულად პარიზი ყველაზე მასშტაბური ქალაქია ამ თვალსაზრისით. ყველაზე მეტ ემიგრანტს და ყველაზე მეტ ნაციონალურ აი ამ აღრევას ნახავ მე მგონი პარიზში. და ადამიანებს იცით როგორი შთაბეჭდილება აქვთ, რომ თითქოს უნდა დაიყორნე ხა რაღაცა კლასებად და ზოგმა ქვეყანა უნდა დატოვოს რაღაც ტიპები უნდა მიენიჭოთ, რაღაც სახელები უნდა აი რაღაცნაირი შეგრძნებებია, ვერ ახსნი მართლა, ძალიან რთულია. თუმცა ჩვენ გვახსოვს შარლი დებდოს ტრაგედიის შემდეგ, რომელიც ასევე მიმდინარე წელს მოხდა და ასევე პარიზში და პირველი ტერორისტული აქტი იყო, რომელიც საფრანგეთზე განხორციელდა 2015 წელს. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს თუ როგორ დაუდგნენ გვერდით საფრანგეთში მცხოვრებ მუსლიმებს, სხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები და თავად მუსლიმები როგორ გაემიჯნენ ისის და მთავარი მესიჯი იყო ის, რომ ისინი არავითარ კავშირში არ არიან ისისთან, რომ ისისი ეს არის რელიგიური დაჯგუფება, რომელიც პირიქით არცხვენს და სახელს უტეხს მათ რელიგიას. ახლა შეიცვალა რამე? მე მგონი არც არაფერი ბევრი განსაკუთრებით. მე აზრით არც არაფერი არ შეცვლა. ლეუკა, ფიქრობ არც არაფერი არ შეიცვლება მართლა ამ თვალსაზრისით. შეიძლება ძალიან პესიმისტური სამწუხაროდ საკამაღალი განცხადება, მაგრამ ფიქრობ არც არაფერი არ შეიცვლება, იმიტომ რომ ასე ვფიქრობ, ჩემი აზრით ძალიან ადამიანური აზრია. დიახ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რაღაც ისლამოფობია არ არის ის რაც ალბათ გსურს რომ ევროპას დაემართოს და იმედი მაქვს რომ გადალახავს ეს ქვეყანა ისევე რომ არ მხოლოდ საფრანგეთი, არამედ მთელი ევროპა ამ შესაძლო და პოტენციურ საშიშროებას, რასაც ისლამოფობია ქვია. ლეუკა, თუ კი გესმის ჩემი ხო, კიდე ერთი ისე კითხვაც მე დაგისვა, როდესაც ქუჩებში პატრულებს 10,000-მდე ჯარისკაცი. როგორც როდემდე გაგრძელდება ეს საგანგებო მდგომარეობა თუ გაქვთ ინფორმაცია ამის შესახებ?
როდის დაუბრუნდება საფრანგეთი და კერძოდ დედაქალაქ პარიზი ჩვეულ რიტმს. მაგალითად ოლანდმა განაცხადა მაგალითად რომ დაიკეტოს საზღვრები. ეს გაცხადა ოლანდმა. გუშინ მაგალითად მაგინ-ლოპენი ლაპარაკობდა რომ საერთოდ უნდა დაიკეტოს საფრანგეთის საზღვრები. ის კიდე ისეთ რადიკალურ განცხადებებს აკეთებს და ისე აი როგორ რაღაცას აკეთებს მაზოლზე ადგავს წიხლს სიტუაციას. ნუ ეხა ეს მოწოდობით ასეთია მარელეპენი. ხო რომ მე რაღაცნაირად თუ არ განეიტრალდა მაგალითად წუხელის სარკოზი მილაპარაკა რომ ძალიან დიდი ნაბიჯების გადადგმა მოუწევს კონკრეტულად საფრანგეთს რუსეთთან მიმართებაში რომ ძმური ურთიერთობა უნდა დამყარდეს ქვეყანასთან რომელთანაც ისურვილი მაინც არ გააჩნიათ აი ამ ძმური ურთიერთობის რომ ერთ-ერთი ყველაზე გამანეიტრალებელი ქვეყანა და პოლიტიკა შეიძლება იყოს რუსეთი ამ შემთხვევაში რასაც ოლანდი მაინც და მაინც ფარს არ უჭერს. ლელუკა, ძალიან დიდი მადლობა. მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს მოქალაქეები, ქართველები, რომლებიც საფრანგეთში ცხოვრობთ, შეინარჩუნებთ სიმშვიდეს და შეძლებთ ცხოვრების გაგრძელებას, რამდენადაც ეს შესაძლებელია იმ ძიმე ტრაგედიის შემდეგ, რომელიც თითოეულმა თქვენგანმა გადაიტანა. წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა იმისთვის, რომ იყავით ჩვენთან პირდაპირ ეთერში. მე შეგახსენებთ, რომ ლელუკა ლაშხი, ჟურნალისტი, რომელიც 3 წელია პარიზში ცხოვრობს, გვერდთვებოდა Skype-ის საშუალებით დილა პირველზე ეთერში.